ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის. წლევანდელ რთველში სიახლეებია. ყურძნის ჩაბარების პუნქტებისთვის ელექტრონული სასწორის ქონა და რთველის შტაბში რეგისტრაცია სავალდებულო ხდება. იცვლება სუბსიდირების პოლიტიკაც. ხარისხიან და უხარისხო ყურძენს სახელმწიფო ერთფასად აღარ დააფინანსებს. ყველა სიახლე და დაგეგმილი ღონისძიება, რაც წლევანდელ რთველს ეხება, თავმოყრილია მთავრობის სპეციალურ განკარგულებაში, რომელიც რთველის ერთიან ჩარჩოს განსაზღვრავს. რას შეცვლის ახალი წესები და როგორ ხვდება სიახლეებს კერძო სექტორი. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 4 ივლისის განკარგულებაში 2025 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ ცვლილება შევიდა. განკარგულების თანახმად გასული წლებისგან განსხვავებით ღვინის კერძო კომპანიებზე სუბსიდია აღარ გაიცემა. ყურძნის იმ ჭარბ რაოდენობას, რომელზეც კერძო სექტორიდან მოთხოვნა არ იქნება, სახელმწიფო საწარმო შპს მოსავლის მართვის კომპანია ჩაიბარებს დადგენილ ფასად. კახეთის რეგიონში მოწეული საფერავის ჯიშის ყურძენს ლარნახევრად, ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონით ნებადართულ სხვა საღვინე ჯიშების ყურძენს ლარ და 20 თეთრად. არაკონდიციურ ყურძენს, რომლის შაქრიანობა არ აღემატება 18%-ს ლარად. ასევე ლარად დაზიანებულ და დაავადებულ ყურძენსაც. შეიქმნება საკოორდინაციო შტაბი. კომპანიები, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან, ვალდებული იქნებიან ელექტრონული რეგისტრაცია გაიარონ შტაბში, ხოლო კახეთში მოწეული ყურძნის მიღება-ჩაბარება ელექტრონული სასწორით აღჭურვილ პუნქტებში უნდა განახორციელონ. ეს ვალდებულება არ ექნება მხოლოდ მათ, ვინც 100 ტონა ყურძენს ჩააბარებს ან გადაამუშავებს. ღვინის კომპანიების უმეტესობა სიახლეებს დადებითად შეხვდა. მიაჩნიათ, რომ რთველის გაციფრულება და ელექტრონული სასწორის გამოყენება პროცესს ორივე მხარისთვის გაამარტივებს. ჩვენ ამ სისტემით მუშაობთ, ძალიან მოსახერხებელია, იმიტომ რომ ავტომატურად ხდება და არის აწონა ამავე დროს ნეტოს გამოყვანა. ეს ამარტივებს საქმეს. თუ სავარაუდოდ თუ ყველა დარმარბას ასეთი სასწორი ექნება, გაუმჯობესებს აღრიცხვიანობას ჩემი აზრით. კარგი იქნება თუ მოხდება ისე რომ ბაზარი გადაწყვეტს ფასს და ფასის ფორმირება არ მოხდება სუბსიდირების მეშვეობით. წლევანდელი რთველის ფარგლებში საქართველოში მოწეული ყურძნის ჩაბარება მიღება განხორციელდება სააგენტოს მევენახეობის კადასტრის ბაზის შესაბამისად. მთავრობა ირწმუნება, რომ სიახლით ათასობით მევენახე ფერმერს მევენახეობის საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა და ხარისხიანი ყურძნის წარმოების мотиваცია ეძლევა, რაც უმნიშვნელოვანესია მეღვინეობის ინდუსტრიის განვითარებისთვის, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობისა და ექსპორტის ზრდისთვის. ის რომ წელს ხარისხიანი და უხარისხო ყურძენი თანაბრად არ დასუბსიდირდება, მეღვინეების ნაწილისთვის სუბსიდირების მავნე პრაქტიკიდან გამოსვლისთვის პირველი წინგადადგმული ნაბიჯია. ზოგიერთის აზრით, ყველასთვის თანაბარი სუბსიდია პარაზიტული ბიზნესის წახალისება იყო და მეტი არაფერი. მე ამას განვიხილავ როგორც პირველ ნაბიჯს სუბსიდირების აკრძალვისკენ, იმიტომ რომ რა არის და მათი 15 წლის მანძილზე ჩამოყალიბდა საკმაოდ ისეთი მავნე პრაქტიკა, რომელსაც მე პარაზიტულ ბიზნესს დავარქმევდი. საკმარისი იყო მევენახეს მოეყვანა, არ აქვს მნიშვნელობა როგორი ხარისხის ყურძენი გარანტირებული ქონდა მას გარკვეული ფასით მისი ჩაბარება და გაყიდვა, რაც ყოველგვარ საბაზრო პრინციპს ეწინააღმდეგება და არც ხარისხს უწყობს, ხარისხის აწევას უწყობს ხელს. ეს იყო საკმაოდ ისეთი მავნე პრაქტიკა. პირდაპირ უარის თქმა სუბსიდირებაზე, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს გაუჭირდება, იმიტომ რომ მოშენდა უამრავი ვენახები ძირითადად ჩაბარების მიზნით. ხშირ შემთხვევაში ისეთ ადგილებზე, სადაც ვას არაფერი არ ესაქმება და მხოლოდ რაოდენობაზე იყო გათვლილი და წელს უკვე როცა უკვე ასეთი სიახლე შემოგთავაზეთ, მე ვთვლი, რომ ეს არის გადადგმული ნაბიჯი, რომ რაღაცნაირად თავი დააღწიოს ამ არხოს მევენახეობა მეღვინეობა. ფერმერთა ასოციაცია არსებული ფორმით ყურძნის სუბსიდირების მომხრე არ არის და
მოუწოდებს მთავრობას, რომ ეტაპობრივად გამოვიდეს ამ მავნე პრაქტიკიდან. მე ვენახე ფერმერების თქმით, აღნიშნული სუბსიდირება ღვინის ქარხნების დასახმარებლად უფროა ვიდრე ფერმერების, რომლებიც დაახლოებით ლარს იღებს 1 კილო ყურძენში. სიახლეა ისიც, რომ ფერმერებს წელს ყურძნის ჩამბარებელ პუნქტებში ელექტრონული სასწორი დახვდებათ. ფერმერთა ასოციაციაში ამბობენ, რომ შესყიდვა გამოცხადებულია 20 სასწორზე, თუმცა ჩამბარებელი პუნქტების რაოდენობა ბევრად მეტია. უცნობია, რამდენად საკმარისია ეს რაოდენობა, ასევე აღებულ ნიმუშს სად წაიღებენ, როგორ და რამდენად სწრაფად ჩატარდება ლაბორატორიული ანალიზი და ასე შემდეგ. მხოლოდ შაქარზე შეამოწმებენ თუ შეაფასებენ სხვა პარამეტრებითაც. ასეთი საკითხები კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. სუბსიდირების პოლიტიკა არც სომელიეთა ასოციაციაში მოსწონთ. ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ხეცურიანი მიიჩნევს, რომ ეს სოციალური პროექტია და მასზე ერთბაშად უარის თქმა სახელმწიფოს გაუჭირდება. ჩემთვის ეს არის აბსოლუტურად სოციალური პროექტი, რომელიც უკვე არ ვიცი რამდენი წელია, თითქმის მე მგონი 17-18 წელია, რაც მიმდინარეობს უცვლელად. ის რომ ხარისხის მიხედვით მოხდება დიფერენცირება, ჩემთვის ეს ჩემი აზრით უკეთესი ნაბიჯი არის. ზოგადად, როცა სახელმწიფო ვთქვათ არის მოქმედი პირი, მოთამაშე რომელიმე ბაზარზე, ეს არ არის იული ბიზნესისთვის და ჩემი აზრით ეს რთული არის. მაგრამ იმდენად კომპლექსურია ეს თემა ამავდროულად, რომ ჩემი აზრით არ უნდა ველოდოთ ამის რაღაც მალე და ჩქარა და ასე ცალსახად გადაწყვეტას. რა თქმა უნდა, ვიღაცას მოუწევს სამტკივნეული გადაწყვეტილების მიღება და სწორი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს მომავალში, რომ საერთოდ აღარ იყოს სუბსიდირება, ბუნებრივია და ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება ჩემი აზრით. თვითონ ეს დარგი შიდა რეგულაცია ისეთნაირად უნდა თქვა დაალაგდეს, მოდით აი პირდაპირ უნდა თქვა, აი დაიხვეწოს, დაალაგდეს, შედგეს, რომ ძალიან გასაგები იყოს საერთაშორისო ბაზრებისთვის და აქ პირველი დიდი ამბავი ჩემი აზრით ეს არის ვენახების კლასიფიკაცია. სუბსიდირება არც მცირე მევენახეებს მოსწონთ. მათი დიდი ნაწილის სურვილია ამისთვის გამოყოფილი სოლიდური ფინანსური რესურსი, დარგის სხვა საჭიროებებს მოხმარდეს. მე ყოველთვის ამბობ ხოლმე, რომ სუბსიდია არ არის გამართლებული ფორმა და ჯობია რომ სექტორს უფრო სხვა კუთხით მიექცეს ყურადღება, მაგალითად თვითონ რომ პროდუქტის ხარისხიდან გამომდინარე ფასი იყოს შესაბამისი და ადეკვატური და არა სუბსიდია რა, ანუ ქარხნებს შეეძლოთ თვითონ გადახდა, ამისთვის ქარხნებსაც სჭირდება დახმარება, რომ პროდუქტი აწარმოონ ისეთი ხარისხის, რომ მათ ქონდეს შესაძლებლობა, რომ აი თვითონ ისეთი ბაზრები, სადაც დღეს სტომა არ აქვთ. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ეს ავტომატურად მოახდეს უკვე ყურძენზე ფასის დასაც. მგონია რომ ეს სუბსიდია არის ჭაობი გამომდინარე იქიდან რომ ამ შემთხვევაში მევენახე არ ფიქრობს ხარისხიანი ყურძნის მოყვანას და დაახლოებით მოჯადოებულ წრეზე დავდივართ მევენახე სახელმწიფო და მეღვინე, იმიტომ რომ მევენახეს სჭირდება ხარისხიანი ყურძენი, მევენახეს სჭირდება მეტი შემოსავლის სახით, ხოლო სახელმწიფოს სჭირდება რომ ამორჩეველი მევენახის სახით ყავდეს კმაყოფილი და მეტნაკლებად ასე ვთქვათ დააკმაყოფილოს მევენახის მოთხოვნა. თუმცა როგორც ხედავთ, ეს მევენახეები მაინც და მაინც კმაყოფილები არ არიან თუნდაც იმ სუბსიდიით, ამიტომ უმჯობესი იქნება თუ ეს სუბსიდია რამდენიმე წლის განმავლობაში ან ერთხელ ორჯერ მიემართება, ვთქვათ მარტო ხარისხიანი ყურძნისთვის, რომ გადავიდეს გლეხი ხარისხიანი ყურძნის მოყვანაზე, მეღვინეს უფრო გაუადვილდეს ღვინის წარმოება და აქედან გამომდინარე ხარისხიანი პროდუქცია უფრო ადვილად გაყიდოს საერთაშორისო ბაზარზე და ეს დანახარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან რაც მიდის ამ სუბსიდიაზე მოხმარდეს, თქვათ იგივე გლეხისთვის, არა კონკრეტულად ყურძნის დაფინანსებას, არამედ თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძენად ვენახის გადაყვანას თანამედროვე სტანდარტებზე და ასე შემდეგ. მომხრევა რომ ეს სუბსიდია საერთოდ ამოღებული იყოს და არ იყოს, ოღონდ ეს არ უნდა მოხდეს ერთნაირად და უნდა მოხდეს ეტაპობრივად. მაგალითად შესაძლებელია რომ მომავალი წლისთვის სახელმწიფომ გამოაცხადოს და დაანონსოს რომ სუბსიდია მოხდება მხოლოდ მაღალი ხარისხის ყურძენზე და არ იქნება სუბსიდირება დაბალი ხარისხის ყურძენზე. მაგრამ აქ მნიშვნელოვანი არის განისაზღვროს ის, თუ რა არის ეს მაღალი ხარისხის ყურძენი, მხოლოდ მაღალი შაქრიანობა, მხოლოდ მოსავლიანობა თუ ერთნაირი კომპლექსი. ანუ მევენახებს უნდა უთხრას მეღვინემაც და თვითონ სახელმწიფომაც თუ
რას ნიშნავს მაღალი ხარისხის ყურძენი და როგორ უნდა მოიყენოს ეს მაღალი ხარისხის ყურძენი. რთველთან დაკავშირებით ქვეყანაში სურათი წლების განმავლობაში უცვლელია. ის როგორც წესი არჩევნებს ემთხვევა ხოლმე და წინასაარჩევნოდ პოლიტიკური დაპირისპირების საგანიც ხშირად ხდება. ყველა პოლიტიკური ძალა თემის სათავისოდ გამოყენებას ცდილობს. მევენახეების, სოფლად მცხოვრები ადამიანების ლოიალობის გაზრდას ემსახურება, იმიტომ რომ ბუნებრივია, რომ ჩნდება სუბსიდირების პროგრამა, ამით ხდება სტიმულირება იმის, რომ ქარხანამ იყიდოს ეს ყურძენი კომპანიამ ნებისმიერმა ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ იყიდოს ეს ყურძენი გლეხისგან უფრო ძვირად და სახელმწიფო ეუბნება მათ, რომ თქვენ თუ გაიღებთ რაღაც X თანხას, მეორე ამავე ოდენობის X თანხას მე მოგცემთ. და შესაბამისად ეს ზრდის ყურძნის ფასს და ყურძნის ფასის გაზრდა, რა თქმა უნდა, ეს აისახებენ კონკრეტული მევენახის, კონკრეტული გლეხის ჯიბეზე, იმიტომ რომ ის მიიღებს აი ამ თანხას. ეს არის, რა თქმა უნდა, ერთი ასპექტი და გარკვეულწილად ეს არის პოლიტიკური ასპექტიც, იმიტომ რომ ამომრჩევლის ლოიალობის გაზრდა, ამომრჩევლის კეთილგანწყობის გაზრდას ემსახურება ეს მართველი პოლიტიკური ძალის მიმართ, იმიტომ რომ მართველი პოლიტიკური ძალა აყალიბებს ზუსტად ამ მთავრობას, რომელიც მე ასეთი სუბსიდირების პროგრამით გამოდის. მეორე არის უკვე თავად აი ამ კომპანიების, რომლებიც იღებენ სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამიდან თანხას, მათი კეთილგანწყობის, მათი ლოიალობის გაზრდაც, იმიტომ რომ ამ დამატებითი სახსრები უჩნდებათ უკვე და ისინი სწორედ იმიტომაც მონაწილეობენ მე აი ამ პროგრამაში, რომ მიიღონ ეს შემოსავლები და გარკვეულწილად მომავალში მე ისინი ხდებიან მართველი პოლიტიკური ძალის სპონსორები ადგილობრივ ან ცენტრალურ არჩევნებზე და ყველა პოლიტიკური პარტია და ყველა მთავრობა ამას სათავისოდ იყენებს. ოპოზიცია იძახის, რომ ცოტა და მეტი უნდა იყოს ეს სუბსიდირება, მთავრობა ამბობს, რომ მეტი შესაძლებლობა არ არის და საკმარისია და ასე შემდეგ. შესაბამისად, მე მეეჭვება, რომ ამან ზოგადად ამ სუბსიდირებამ, ანუ ამ აქამდე არსებულ სუბსიდირებამ რამე დადებითი ძვრები შეიტანა მთლიანად თარგის განვითარებაში. დისკუსიებში ხშირად არის, რომ თითქმის ყველა ეთანხმება ამას, რომ გადასახედია, თუმცა რაღაცნაირად ახალი გრძელვადიანი ხედვა ვერა და ვერ ჩამოყალიბდა. მნიშვნელოვანია, რომ დარგის წარმომადგენლებთან, დარგში ჩართულ ადამიანებთან, მათ შორის ფერმერებთან, ფერმერის ხმის განხორციელებლებთან, ასოციაციებთან მოხდეს მსგავსი კომუნიკაცია, რომ რაღაცნაირად ჩამოყალიბდეს მეტნაკლებად მისაღები პოლიტიკა ქვეყანაში ყურძენთან დაკავშირებით და ამას ასე ვთქვათ მნიშვნელობა არ აქვს, იქნება პოზიცია თუ ოპოზიცია. ვფიქრობ, რომ დიალოგი, სხვადასხვა მხარეების ჩართულობა და გარკვეული კონსენსუსი ხვალზე როგორ მიდის ეს დარგი და როგორ შეიძლება გადაიხედოს ან რა მიმართულებით შეიძლება გადაიხედოს სუბსიდირება, ვფიქრობ, იქნება ყველაზე კარგი გამოსავალი ყველა ჩართული მხარე. შარშან მთავრობა რთველისთვის 85 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავდა, თუმცა ბევრად მეტის მოუწია, რადგან წინა წლებისგან განსხვავებით რქაწითელთან ერთად საფერავის ჯიშის ყურძნის ფასიც დაასუბსიდირა. მევენახეებისა და მეღვინეების ნაწილი მაინც უკმაყოფილო დარჩა და ფასის ზრდის მოთხოვნით აქციები არაერთხელ გამართეს. ოპოზიციამ ხელისუფლებას ყურძნის მინიმალური ფასის დაწესება მოსთხოვა, თუმცა ეკონომისტები და ფინანსისტები წლებია უცვლელად ერთსა და იმავეს ამტკიცებენ, რომ სუბსიდიით მთავრობა ფასწარმოქმნაში ერევა, რაც საბაზრო ეკონომიკის კანონებს ეწინააღმდეგება. სუბსიდირების წინააღმდეგი ვარ არ მომწონს, როდესაც სახელმწიფო ერევა ფასწარმოქმნაში და სუბსიდირებით უფრო დაბალ ან უფრო მაღალ ფასს უზრუნველყოფს. ეს თავისთავად ზოგადად საბაზრო ეკონომიკის კანონების წინააღმდეგ წასვლა. სუბსიდირება ყოველთვის არის სამწუხაროდ მაინც უსამართლოა საბოლოო ჯამში. ყველა კმაყოფილი არასდროს არ რჩება. სუბსიდირება ბიზნესისთვისაც არის ერთგვარი ნარკოტიკი, და იმის რომ მიეჩვევი, ხო? მე ძალიან ჭირს გადაჭრა.
ამიტომ არის მნიშვნელოვანი თვითონ ბიზნესმაც უნდა გაითავისოს ეს რომ სულ სუბსიდირებაზე ვერ იქნები და სულ ასეთ სასათბურე პირობებში ვერ იქნებით. ამიტომ უნდა იმუშაო იმ საფაზრო წესებით, რასაც გასწრებს ბაზარი და მოთხოვნა მიწოდება და არა თქვა სახელმწიფოს მიერ ჩარევით და ფასწარმოქმნაში ჩარევით. ოპოზიცია ეკონომისტებს ყოველ წელს ერთი და იმავეს გამეორება უწევთ, რომ სუბსიდია გამართლებულია მხოლოდ გააზრებულად და გეგმაზომიერად. საქართველოში მიღებულია პირდაპირი სუბსიდირების წესი. ანუ პირდაპირი სუბსიდირება გულისხმობს იმას, რომ თანხა გადაეცემა პირდაპირ მწარმოებელს ან კიდევ ამ პროდუქციის შემსყიდველს. პირდაპირ სუბსიდირებას თავისი დადებითი თვისებებიც გააჩნია და უარყოფითი თვისებებიც გააჩნია. მე პირადად ვთვლი რომ სუბსიდირებას უფრო მეტად უარყოფითი ეფექტი გააჩნია ვიდრე დადებითი ეფექტი. ეხლა მისი უარყოფითი ეფექტი რაში მდგომარეობს? სრულიად ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ეს არის გარკვეულწილად უსამართლო მოპყრობა, ვთქვათ, კონკურენტულ მდგომარეობაში და ვთქვათ, უკეთეს პირობებში ვიღაცის ჩაგდება რომელიმე ვთქვათ, ბაზრის მონაწილე აგენტის ჩაყენება და მეორეც ეხლა მარტო რთველია სტრატეგიული პროდუქცია. რა თქმა უნდა, ეხლა კი ვეთანხმებით სრულიად, რომ ყურძენი და მისი პროდუქცია, ეს ალკოჰოლური სასმელები, ღვინო, არაყი, ასე შემდეგ, სტრატეგიული პროდუქცია, მაგრამ ეხლა არანაკლები მნიშვნელობა აქვს, ვთქვათ, დასავლეთ საქართველოს შავი ზღვისპირეთისათვის, ან სუბტროპიკული ზონისათვის, ვთქვათ, ციტრუსოვან პროდუქტებს, არანაკლები სასუბსიდირებს სახელმწიფო. აფინანსებს, რა თქმა უნდა, ციტრუსოვანი პროდუქცია ორმაგი დაფინანსების ქვეშ არის, ეს არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამები, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამები. გარდა ამისა, ეხლა ასევე სტრატეგიულია სამხრეთ საქართველოსათვის კარტოფილი და სხვა ბოსტნეული კულტურები და ამიტომ ეხლა მაშინ გამოვდის ისე, რომ ყველაფერი აბსოლუტურად უნდა წავიდეს სუბსიდირების ქვეშ და გამოდის ისე, რომ ბოლო 7 წლის განმავლობაში 500 მილიონი ლარი არის დახარჯული სუბსიდირებას. როცა შესაძლებელი იყო და ერთიც ვთქვათ, რომ სუბსიდირებით კმაყოფილი და იმ ფასის წარმოქმნით, რომელიც წესდება სუბსიდირების საფუძველზე, კმაყოფილი არც მიმღებია ყურძნისა, არც გლეხია და როგორც იტყვიან, ეს თანხა შეიძლება ითქვას, რომ ეფექტიანობის თვალსაზრისით შეიძლება ითქვას წყალში არის გადაყრილი. ყოველ წელს რთველში სუბსიდირება ფერმერებს ასტიმულირებს ორიენტირდნენ უფრო მეტად რაოდენობაზე და ნაკლები ძალისხმევა დახარჯონ ყურძნის ხარისხზე, რაც საბოლოოდ ღვინის ხარისხზეც უარყოფითად დაისახება. არიან ფერმერები, რომლებსაც სხვადასხვა განსხვავებული პოზიცია აქვს ამ კუთხით. ძირითადად მევენახეები ემხრობიან უფრო იქიდან გამომდინარე, რომ ფასი, ასე ვთქვათ, ბაზარზე წარმოქმნილი ფასი მათთვის არ არის მისაღები, თუმცა მეორეს მხრივ მცირე მარნები უფრო მეტად ვინც შედარებით უფრო ხარისხიან ღვინოს აწარმოებენ და ღვინოს ყიდიან უკვე როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე. ისინი ხშირ შემთხვევაში ეწინააღმდეგებიან იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ხედავენ იმ რისკებს, რასაც სუბსიდირებას მოაქვს ამ კონკრეტულ შემთხვევაში უკვე 2000 წელია ქვეყანაში არსებობს და ხარისხი როგორც ასეთი, რომელიცაც უნდა შეიფუთოს ქართული ღვინო გრძელვადიან პერიოდში და საერთაშორისო ბაზრებზე ხშირ შემთხვევაში ვერ ხდება, ასე ვთქვათ, ამ ბრენდის ჩამოყალიბება, როგორც მაღალხარისხიანი ღვინო, იმიტომ რომ ქვეყნიდან გადის სხვადასხვა ტიპის ღვინოები, მათ შორის დიდი ნაწილი ეს არის დაბალფასიანი ღვინო, რაც ხშირ შემთხვევაში დამზადებულია სწორედად სუბსიდირებული ყურძნისგან. ეს რა თქმა უნდა ფერმერებს აძლევს ერთი მხრივ სტიმულს, რომ როდესაც ხდება სუბსიდირება უკვე წლები არსებობს მევენახეებს, რომ რაც შეიძლება მეტი მოიყვანონ თუნდაც 1 ჰექტარზე. რაც ნიშნავს, რომ ხშირ შემთხვევაში ხარისხს არ ექცევა ყურადღება და ძირითადი აქცენტი გადატანილია რაოდენობაზე და აქედან გამომდინარე გვაქვს ის შედეგი, რაც დგას ხოლმე. ამიტომ, რა თქმა უნდა, შემიძლია თქვა, რომ არსებობს დადებითი და უარყოფითი მხარეები,
თუმცა გრძელვადიან პერიოდში ფასის სუბსიდირებაზე, როდესაც არის საუბარი, იგივე უმეტესი, ასე ვთქვათ, თუნდაც მეცნიერები, მკვლევარები, დარგი სპეციალისტები, ვინც ამ მიმართულებით არიან ჩახედულები და მუშაობენ, ისინი ფიქრობენ, რომ ეს არ არის გამართლებული, იქიდან გამომდინარე, რომ ხარისხის ხარჯზე ხდება რაოდენობის გაზრდა, რაც სამწუხაროდ საბჭოთა კავშირში იყო ცნობილი, ხსენებად ცნობილი ტერმინიც არსებობს მეტიზაცია, რომელიც უფრო მეტის და მეტის წარმოებაზე იყო ორიენტირებული და ხარისხს საერთოდ არ ექცეოდა ყურადღება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ თანამედროვე მსოფლიოში განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ ვართ ღვინის სამშობლო, ხარისხზე გაკეთდეს უფრო მეტი აქცენტი და შეიძლება იგივე თუნდაც არსებული სუბსიდირების პროგრამის მოდიფიკაცია ან ახალი წამახალისებელი მექანიზმების შექმნა, რომელიც мотивაციას გაუჩენს მევენახეს, რომ ხარისხზე გააკეთოს აქცენტი. აი ეს არის, ასე ვთქვათ, ჩვენი მხრივ ერთ-ერთი რეკომენდაცია, როდესაც საუბრობთ რთველის სუბსიდირებაზე. ფერმერთა ასოციაციაში ამბობენ, რომ სახელმწიფო რთველის სუბსიდირებას უმეტესად კახეთის რეგიონზე მიმართავს და ასევე ნაწილს რაჭა-ლეჩხუმზეც, თუმცა დახმარების მიღმა რჩება ქართლის, იმერეთის, გურიის და სხვა რეგიონის მევენახეები, რაც ნაკლებად სამართლიანია. საქართველოს სხვა რეგიონებშიც საკმაოდ აქტიურად მიდის მევენახეობა, ვითარდება მევენახეობა, მეღვინეობა და ხშირ შემთხვევაში ჩვენ ესეც უნდა აღინიშნოს, რომ მოგვისმენია იგივე პრეტენზიები სხვა მევენახეებიდან, რომლებიც არ არიან ამ რეგიონებში, იქნება ეს იმერეთი, ქვემო ქართლი, თუნდაც იგივე ქვემო ქართლში ხშირად არის, რომ კაცითელს როდესაც აწარმოებენ, მათ ექნება, არ შეუძლიათ ჩააბარონ, არ შეუძლიათ რომ სუბსიდირების პროგრამით ისარგებლონ. იგივე შემთხვევებიც არის. ამიტომ უსვამთ ამას ხაზს, რომ მნიშვნელოვანია გადაიხედოს, იმიტომ რომ ეს ამ კუთხით იგივე სხვადასხვა ფერმერებიც ზარალდებიან. წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 250-300.000 ტონის ფარგლებშია. მთავრობამ მევენახეობის სექტორის სუბსიდირება 2008 წელს დაიწყო. ინიციატივის მიზეზი მაშინ რუსული ემბარგოს უარყოფითი ზემოქმედების შერბილება გახლდათ. მოგვიანებით კი სუბსიდირება დაზიანებული მოსავლის ჩაბარების მიზნობრიობით გაგრძელდა. ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფომ რთველის სუბსიდირებაზე რეკორდული 138 მილიონამდე ლარი 2021 წელს დახარჯა. შარშან კი რთველის სუბსიდია გადასახადის გადამხდელებს 121 მილიონი ლარი დაგვიჯდა. მთავრობა ბაზარზე დარჩენილ ჭარბყურძენს 2025 წლის რთველზეც შეისყიდის. ამ მიზნით ჯამში 50 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. ფერმერთა ასოციაციის განმარტებით, რამდენიმე ათეული მილიონი აგროკრედიტის სახით გაიცემა იმ ღვინის ქარხნებზე, რომლებსაც შეუძლიათ რომ შეღავათიანი აგროკრედიტი აიღონ და გადასახადების გადამხდელთა ფულიდან დაიფაროს სესხების უდიდესი ნაწილი. სუბსიდირების ნაწილში რასაც აცხადებენ, იმას როგორც წესი, რამდენიმე ათეული მილიონი ლარი კიდევ ემატება ხოლმე. ფერმერთა ასოციაციაში დარწმუნებულნი არიან, წელსაც წინა წლების მსგავსად ყურძნის სუბსიდირებაზე გაწეული ხარჯები 100 მილიონ ლარს ასწდება. მათივე თქმით, ბოლო 10 წელში თითქმის მილიარდი ლარია ყურძენზე დახარჯული. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. ნუ აიძულებთ ბავშვებს ისუნთქონ თქვენი კვამლი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის.